როგორი კარგები, ლამაზები, ნიჭიერები ხართ. მადლობა ჯგუფ Bookmarks. ამ არაჩვეულებრივი სიმღერისათვის მაყურებელს კი ვეტყვი, რომ 2025 წელს, ანუ გასულ წელს, ჯგუფმა ლაიფციგის აკაპელის საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი აიღო. ამის შემდეგ მათ მიიღეს უფლება, რომ უკვე წელს 5 მაისს ლაიფციგის პრესტიჟულ დარბაზში საკუთარი პროგრამა წარედგინათ. 29 მაისს კი Bookmarks-ი უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ამ ყველაფერზე ახლა უნდა ვისაუბროთ ჯგუფის ხელმძღვანელთან, ბუკა კარტოზიასთან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის და კომპლიმენტებით უნდა აგავსოთ. არაჩვეულებრივი ბავშვები ყავს. რა თქმა უნდა და აქვე თამთა უნდა უთხრათ მაყურებელს ისიც, რომ ლაიფციგის აკაპელის ფესტივალი ითვლება არაინსტრუმენტული მუსიკის ერთგვარ მექად, რადგან ის საკმაოდ გავლენიანი და პრესტიჟული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და შესაბამისად ქართული ჯგუფის გამარჯვება აი ამ კონკურსში ნამდვილად დიდ აღიარებას ნიშნავს და ჩვენთვის ძალიან საამაყო არის, რომ ახლა თქვენ ხართ ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. განსაკუთრებით მადლობა მოწვევისთვის და იმ ინტერესისთვის, რასაც ეს არხი ყოველთვის გამოხატავს ჩვენი ჯგუფის მიმართ და კონკრეტულად ეხლა რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ საუბარს, ანუ დავიწყეთ ლაიფციგის საერთაშორისო აკაპელის ფესტივალიდან, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალი, 5 არის ესეთი დიდი ფესტივალი, ეს არის ლაიფციგი, ეს არის გრაცი, ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ფესტივალი, რომელზეც ეხლა მივემგზავრებით და კიდე არის 2, დანია და ფინეთი. მეტი ესეთი დიდი მასშტაბის არ არის. ამათ უკვე 2-გან აქვთ პირველი ადგილი. 2 უკვე მონიშნეთ, ხო? ახლა უკვე შემდეგზე გადავიდეთ. ეს ახლა ისიც როგორი ის არის შედეგი არის ისეთი, რომ როგორც კი აფიშაზე ჩნდება, რომ ლაიფციგის აკაპელის ფესტივალის გამარჯვებული, გრაცის აკაპელის ფესტივალის გამარჯვებული, ეს ნიშნავს, რომ ბილეთები არის sold out-ი და როგორც იყო, როგორც მოხდა ახლა, იყო კონცერტი გევანდჰაუსის მცირე დარბაზში, რომელიც მცირე დარბაზი, ოღონდ 800 კაცი ეწევა მცირე დარბაზში. აი ამ კადრებს ხედავს ახლა მაყურებელი და საინტერესოა რა პროგრამით წარს ეკით გერმანელი მსმენელის წინაშე 5 მაისს. იქა პროგრამა იყო ძალიან მრავალფეროვანი, ვთვლი რომ ძალიან მოვინდომეთ ამ პროგრამაზე ვიმუშავეთ ბევრი და ყველა ნომერი იყო განსაკუთრებული და რაღაცნაირი განსხვავებული და თავის შედეგიც გამოიყო. საერთოდ არ ვიცი, ეხაც მიყვარს როგორ იმღერეს 2-40 წუთიანი კონცერტი იყო, ანუ 2 შესვენებით რა, 40 წუთი და კიდე 40 წუთი და ამას ეხლა დასრული მომღერლები ვერ უძლებენ ამ ხელად დატვირთვას აკაპელაში, იმიტომ რომ ჩვენ ერთად იყო დიტო საკანდელიძეც პერკუსიონისტი და რა თქმა უნდა იმანაც ძალიან განსაკუთრებული ფერი მისცა ამ ყველაფერს რა და დიახ. მე მინდა რომ როგორი იმღერეს, ახლა თქვა რომ მე არ ვიცი როგორ შეძლესო და თვითონ რომ ვკითხოთ ბავშვებს უნდა ვთქვა, მაგრამ უკვე რაღა ბავშვები დიდები ხართ და საკმაოდ რატი კითხავ, აი იმ ემოციებზე რაც თქვენ გქონდათ ვიდრე გავაგრძელებთ საუბარს და მართლაც აი როგორ შეძელით 2-40 წუთიანი ნაწილის შესრულება ფაქტობრივად გაუჩერებულად. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. გვიხარია თქვენთან ყოფნა. რაც შეეხება ფესტივალს, ძალიან დიდი ემოციები იყო, მოკლედ ძალიან დიდი ემოციები დატვირთვლებმა დავასრულეთ კონცერტი. რაც შეეხება 2-40 წუთიანი პროგრამის სიმღერას, ნუ ეხლა ეს ძალიან ისე ჟღერს რაღაცა რთულად და მართლაც ესე იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ვიშრობეთ, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ცოტა ბანალური სიტყვებია, მაგრამ მართლა ესე იყო. ცოტა ჯიჯის დამსახურებაც არის, იმიტომ რომ რაღაცა ჭირდება ამ ყველაფერს და რავი, 40 წუთიანი პროგრამის სიმღერა მართლა არ არის ადვილი და პრინციპში შრომა შეგვიძლია დავუბრალოთ მაინც ის რო კონცერტი ესე კარგად შეიძლება. კიდე იღბალსაც რომ ბავშვებმა კარგად ჩაიარა. ახლა ჩვენ სულ რამდენიმე წუთი გავატარეთ ამ არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან და სულ ეშმაკუნები აქვთ თვალებში ვერ ისვენებენ ერთ ადგილას და რანაირად ახერხებთ ამ დისციპლინას, იმიტომ რომ შრომას და ნიჩს დისციპლინა ჭირდება და რომ არ გქონდეთ ამ ბავშვებს ეს დისციპლინა თქვენი ხელმძღვანელობით, რასაკვირველია ამ შედეგს ვერ მიაღწევდით და სტატუსი თქვენ ახსენეთ. მე მინდა დავუბრუნდე იმ კონკურსს, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ხო, თქვით რომ ეს სტატუსი ყიდის ყველა ბილეთს უკვე საზღვარგარეთ, აქ შეიძლება ვიცოდეთ და ცნობადობა უფრო მაღალი იყოს, თუმცა საზღვარგარეთ სტატუსი გასასწრავს, ხო, ამ ბილეთების გაყიდვას. აი როგორ მოახერხეთ თქვენი შეფასებით ამ წარმატების მიღწევა? და წარმატების მიღწევა პირველ რიგში არის დამოკიდებული იმაზე, რომ სწორ ადამიანებთან უნდა აკეთოს საქმე. ესე მიმაჩნია, რომ ესენი არის საუკეთესო მომღერლები დღევანდელ ქართულ რეალობაში, ვინც კი შეიძლებოდა ყოფილიყო საერთაშორისო დონეზე ვამბობ რა. და საერთოდ ამას შესაძლებლობა
საზღვარი არ აქვს. უბრალოდ ამას ყველაფერს უნდა თავის მოყრა, ცოტა გემოვნება, ცოტა დისციპლინა, ცოტა ხელმძღვანელობა და ყველაფერს აკეთებენ. მე არ ვიცი საერთოდ როგორ ახერხებენ ორი აკაპელა საერთოდ როგორ არის ხო გამოდის ჯგუფი, იღებენ კამერტონით ტონს, ყველა სიმღერის წინ აუცილებლად ეს არის წესი, ინსტრუმენტი არ არის არანაირი და ამის მიხედვით ანუ კამერტონზე არის აგებული. ესენი იღებენ კულისში ტონს, გამოდიან და მთელ კონცერტს ისე მღერიან, რომ ტონს აღარ იღებენ. მოუსვენრობა მოკლედ ხელს არ იგებს არაფერს. ხო, არა, მოусვენრობა არ არის, უბრალოდ ზართულია ხა ეს ზეპირად ტონალობიდან ტონალობას გადახვით. ეს არის უდიდესი შრომის შედეგია, ფაქტია. კი, და ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ტიტული, ასე ვთქვათ, რაც მიიღეთ. თუმცა კიდევ ერთი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებით, აი ამის შესახებაც რომ გითხრათ, კონკურსია, რა ფორმატი არის? ეს არის ამერიკის ჩემპიონატი, საერთოდ ეს ჟანრი ამერიკაში არის ძალიან განვითარებული. ყველა ჰაისკულში, ყველა უმაღლეს სასწავლებელში, კოლეჯში, უნივერსიტეტში ყველგან არის უამრავი ჯგუფი ესეთი. და იქ იმათთვის არ არის ეს უცხო ხილი ახლა ხმებში სიმღერა და ესა მოკლედ ის არის ამერიკის ჩემპიონატი, სადაც ეს არის ყველაზე დიდი ფესტივალი ამ ჟანრის მუსიკაში და არის როგორც იცით ყველა წელს 64 ჯგუფი იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან ბევრია. დიდი რიცხვია. ანუ ამერიკა არის 8 რეგიონად დაყოფილი და ამ 8 რეგიონში თითო გამარჯვებული იღებს მონაწილეობას უკვე ფინალში. ჩვენ ხა პირველ ეტაპზე მივდივართ და იმედი მაქვს რომ გაიმარჯვებენ ესენი და გადავალთ ფინალში, რომელიც იქნება სან-ფრანცისკოში ოქტომბერში. ჩვენ თვალს ვადევნებთ თქვენს მიღწევებს, წარმატებებს გისურვებთ, წარმატებები არაჩვეულებრივ მუსიკოსებო. ცოტა მოусვენრება, მაგრამ ცალსახად ნიჭიერება და კარგება. დიდი მადლობა და წარმატებები ამ ეტაპზე შტატებში. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ, მადლობა მოსვლისთვის, რა თქმა უნდა, წარმატებებს უსურვებთ. Bookmarks